ვინაიდან ჩვენს რეპორტერთან ირაკლი მოდებაძესთან, რომელმაც გუშინ მომცნო, რომ დღეისთვის ამზადებს ვიდეო პრეზენტაციას და ისტორიას ფეხბურთის კლუბების პრეზიდენტებს შორის ერთ-ერთ თუ არა გამორჩეულად საუკეთესოზე, რეალის პრეზიდენტზე, ფლორენტინო პერესზე, რომელიც ესპანეთის სამეფო კლუბის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩება. სინიორ პერესი მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული, ეს გავლენიანი პიროვნებაა ესპანეთში, რომელიც ესპანეთის და ევროპის თუ მთელი მსოფლიოს საქმიანი წრეებისთვის ძალიან კარგად ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება. მეც ფლორენტინო პერესზე გვეტყვის ირაკლი მოდებაძე, ის უკვე სტუდიაშია და მე მას მივესალმებ. დილამშვიდობისა მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მადრიდის რეალის წარმატებების აბსოლუტური უმრავლესობა 21 საუკუნეში ფლორენტინო პერესის მმართველობასა და მის მიერ გატარებულ სწორ პოლიტიკას უკავშირდება. ესპანელი ფუნქციონერი ახლახან მეშვიდე დაერჩიეს რეალის პრეზიდენტად და ის დაკავებულ თანამდებობას 2029 წლამდე შეინარჩუნებს. მის მოღვაწეობაზე მადრიდულ კლუბში და ფეხბურთს მიღმა საქმიანობაზე სწორედ ახლა გაგესაუბრებით. უნდა გითხრათ ისიც თუ როგორ გახდა ის მადრიდის რეალის პრეზიდენტი. ფლორენტინო პერესი მოკლედ ადამიანია, რომელმაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კლუბი, არამედ მთლიანად საფეხბურთო სამყარო შეცვალა. მას ასევე სურიდნენ ტალახშის დებდნენ ბრალს წარმოუდგენელ დანაშაულებში, თუმცა საბოლოოდ ყოველთვის ყველაზე სუფთა გამოდიოდა. ის განათლებით ინჟინერია, დაამთავრა მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტი, გზების, არხებისა და პორტების ინჟინერიის კუთხით. აკადემიური განათლება მას მომავალ კარიერაშიც დაეხმარა, რადგან ჩამოუყალიბდა სტრატეგიული ხედვები, ისწავლა შორსმიმავალი გეგმების დალაგება და რესურსების ეფექტური გამოყენება. თავდაპირველად ესპანეთის საგზაო ასოციაციაში დაიწყო მუშაობა და მალევე დაწინაურდა დირექტორის პოზიციაზე. მუშაობდა მადრიდის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე და ყველა მიიჩნევდა მის, ასე ვთქვათ, ამჩნევდა ხარისხიან ორგანიზებას სამუშაოსადმი. პარალელურად 29 წლის ასაკში პოლიტიკური კარიერას დაიწყო, რაშიც ხელი მოეცარა, თუმცა საჭირო კონტაქტები დაამყარა, რადგან მსოფლიო ბიზნეს ბაზარზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებდა. 80-იანი წლების შუაში მან მეგობრებთან ერთად გაკოტრებული სამშენებლო კომპანია პადროსი შეიძინა, რომელიც კრიზისიდან ამოიყვანა და წარმატების გზაზე დააყენა. მალევე კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიაში საკონტროლო პაკეტი შეისყიდა და ესპანეთის მასშტაბით აღნიშნულ ინდუსტრიაში უდიდეს ფიგურად ჩამოყალიბდა. 1997 წელს იგივე მიმართულებით არსებს კომპანია ACS, რომლის წლიური მოგებაც 2 მილიარდი ევროა, ხოლო კომპანია უკვე 27 მილიარდად ფასდება. კავშირები ამ შემთხვევაში პერესის მთავარი იარაღი იყო, რადგან ბიზნეს დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს შთამომავლებთან დაკავშირებული მარჩების ოჯახი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი მფარველობდა, რომელიც ფლორენტინოს ბავშვობის მეგობარი იყო. ერთი სიტყვით, მისი ბიზნესი არა სინდისიან მარკეტინგზე ამ მსგავს ბიზნეს უნარებზე, არამედ უფრო მყარ საფუძველზე გავლენიანი ხალხთან მეგობრობაზე დგას. პრობლემა ის არის, რომ ამ გავლენიან ხალხთან მეგობრობა კანონის ენაზე ხშირად კორუფციასთანაც კი ასოცირდებოდა. სახელმწიფოს დაკვეთებს მუდმივად პერესი და მისი სამშენებლო კომპანია იგებდა, ხშირად ის კონტრაქტებს ტენდერის და კონკურენციის გარეშე სპეციალური ხელშეკრულებების საფუძველზეც იღებდა, კანონი კი მას საერთოდ არ ეხებოდა. ამ წლებში მან დიდი ქონება დააგროვა, მისი კომპანია კი, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთებზე და ბიუჯეტის ფულზე მუშაობდა, ესპანეთის ყველაზე დიდ სამშენებლო კომპანიადაც იქცა. 2003 წლისთვის ევროპულ საფონდო ბაზარზე ACS ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული იყო და პერეს ჩვეულებრივ შეეძლო ცხოვრებით დამტკვარი იყო და ოჯახთან ერთად გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, ისე რომ ნებისმიერი რაოდენობის თანხა მიიღო მუშაობის გარეშე, მაგრამ მან ცხოვრებაში ახალი ადრენალინის შემოტანა გადაწყვიტა. ფლორენტინო სურდა მსოფლიოს მასშტაბით გაეზარდა საკუთარი გავლენა და ყველას ცოდნოდა მისი ვინაობის შესახებ, რაც რა თქმა უნდა მისი ბიზნესის წარმატებაზეც აისახებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა თავისი ბავშვობის უსაყვარლეს კლუბ მადრიდის რეალს ჩასდგომოდა სათავეში, რომელსაც ძალიან დიდი ვალები და ფინანსური პრობლემები გააჩნდა, რის გამოც ახალი პრეზიდენტის მოყვანა უკვე აუცილებლობასაც წარმოადგენდა. პერესმა მთელი რესურსები საკუთარ საარჩევნო კამპანიაში ჩადო და წინა საარჩევნოდ გულშემატკივარს დაპირდა, რომ ბარსელონიდან მათ კაპიტან ლუიშ ფიგუს ტრანსფერს განახორციელებდა და ამავდროულად კლუბს ამოიყვანდა ვალებიდან. საქმე იმაშია, რომ პერესმა იცოდა მის ასეთ ინიციატივას, რომ არავინ დაიჯერებდა, რის გამოც პორტუგალიელ ფეხბურთელს წინასწარ შეხვდა, მას წელიწადში 6 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა და 2.5 მილიონიან ბონუს დაპირდა წინასწარ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის სანაცვლოდ. ფიგუ ბონუს მაშინაც კი მიიღებდა, თუ პერესის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა და ისე ჩანდა, რომ პერეს არჩევნების მოგების შანსი თითქოს არ ჰქონდა. ფიგუმ და მისმა მრჩეველებმა გადაწყვეტეს, რომ იოლი ბონუსი 2.5 მილიონი ხელიდან არ გაეშვა და მათთვის ამ ერთი შეხედვით არაფრის მთქმელ ქაღალდს ხელი მოაწერეს. თან იმედი ჰქონდათ, რომ ამ წინასწარ ხელშეკრულებას ბარსელონაზე ზეწოლისთვის გამოიყენებდნენ და კატალონიელებს ახალ კონტრაქტს მოსთხოვდნენ. საბოლოოდ პერესმა გულშემატკივარს ფიგუს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საჯარო დაჩვენა და ამან საზოგადოებაში სრული შოკი გამოიწვია. ფიგუ დიდ უსიამოვნებაში აღმოჩნდა, თვეების განმავლობაში მის სახელს რეალის საარჩევნო კამპანიებში იყენებდნენ და მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ურთიერთობა დაეძაბა
კლუბთან და გულშემატკივართან მაშინაც კი, როცა პერესმა არჩევნები მოიგო ფიგუს ბარსას დატოვება არ უნდოდა, თუმცა მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც მის აგენტებს გაეპარათ. რეალში არ გადასვლის შემთხვევაში მათ მადრიდელებისთვის 35 მილიონიანი კომპენსაცია უნდა გადაეხადათ, რაც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო. მას შეეძლო ეთქვა, რომ მოატყუეს და კონტრაქტზე პასუხისმგებლობა და ჯარიმის გადახდა თავისი აგენტისთვის დაეკისრებინა, თუმცა აგენტი ჟოზე ვეიგა მისი ახლო მეგობარი იყო და ფიგუც ამ გზით არ წავიდა. ასე აღმოჩნდა ის მადრიდში მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ, პერესმა კი ჭკუაში ყველა მოატყუა. პერესმა მისი მეორე პირობად შეასრულა და რეალის ვალები, რაც 500 მილიონამდე ადიოდა, გადაიხადა, ამისთვის მან მისთვის ჩვეული მაქინაცია ჩაატარა. რეალის ბაზა 148 ჰექტარს მოიცავდა და ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, როდესაც ეს ტერიტორია 60-იან წლებში რეალს მისცეს, მაშინ ის გარეუბანი იყო და დიდი ფასი არ ჰქონდა, თუმცა 90-იანებში ქალაქის ზრდის პარალელურად უკვე ცენტრად მიიჩნეოდა და ეკონომიკურად მნიშვნელოვან ადგილზე იყო განთავსებული ბიზნეს კვარტლის გვერდით. ამ ბაზის გაყიდვა რეალს აქამდეც უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდა, რადგან მყიდველს მისი სტატუსის შეცვლა არ შეეძლო და იმ ადგილზე აუცილებლად სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა განევითარებინა. პერესი ეშმაკურად მოიქცა, ქალაქის მმართველობაში მისი მეგობარი პოლიტიკოსები იყვნენ და მანაც მათ ამ ტერიტორიის სტატუსი შეაცვლევინა, ანუ ახალ მყიდველს უკვე შეეძლო ეს ტერიტორია თავისი სურვილის მიხედვით გამოეყენებინა. სპორტული ინფრასტრუქტურის აგების ვალდებულება კი აღარ ჰქონდათ. მიწა გაიყიდა 480 მილიონად და ის კომერციული მიზნებისთვის გამოიყენეს. იქ ბიზნეს ცენტრი პერესის კომპანიამ ააშენა. კანონის მიხედვით ამ პროცედურებს სულ მცირე 2 წელი სჭირდებოდა, თუმცა ფლორენტინომ თავისი კონტაქტების წყალობით სულ რამდენიმე თვეში მოაგვარა და შემდეგ ესპანეთში მუდამ ამტკიცებდნენ, რომ ეს ხელშეკრულება უკანონო იყო. პერესმა რეალის შემოსავალი 3-დან 12 მილიარდამდე გაზარდა, თუმცა ეს მხოლოდ მარკეტინგული და ბიზნეს პერსპექტივიდან გააკეთა. მას ყოველწლიურად კლუბში ერთი ოქროს ბურთის მფლობელი მოჰყავდა და ნაკლებად ვარსკვლავური მოთამაშეებს ყიდა. ამის გამო გალაქტიკოსის რეალი ბექემით, ზიდანით, ფიგუთი, რონალდოთი, ოუენით და სხვა დიდი ვარსკვლავებით ჩამოიშალა. თავად ფლორენტინოც საკუთარ შეცდომას გვიან მიხვდა და 2006 წელს გუნდიდან წავიდა. ეს განშორება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან სპორტული შედეგების მხრივ კრიზისში აღმოჩენილ რეალში 2009 წელს პერესი კვლავ დაბრუნდა და გულშემატკივრებს კრიშტიანო რონალდუ, კაკა, ბენზემა და ჩაბი ალონსო მოუყანა, რამაც მისი რეიტინგი კვლავ გაზარდა. მისი მმართველობის პერიოდში რეალმა 7-ჯერ ეროვნული ჩემპიონატი და ამდენჯერვე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია მთელს ევროპაში. ახლახან კი მან უკონკურენტო არჩევნებში გაიმარჯვა და დაკავებულ თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩება. თუმცა აქაც დიქტატურას ვაწყდებით. მან ისე შეცვალა საარჩევნო წესები, რომ სხვა მსურველები კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. კანდიდატებიც კი ვერ ხდებიან. რეალის პრეზიდენტობა ვისაც სურს კლუბის წევრობის 20 წლიანი გამოცდილება და ანგარიშზე კლუბის მთელი ბიუჯეტის 15% უნდა ჰქონდეს და ეს მისი საკუთარი ფული უნდა იყოს, არა ნასესხებიან საბანკო გარანტია ან მესამე პირის ინვესტიცია. პერესმა ეს წესები თითქოს იმიტომ შეცვალა, რომ რეალი შეიხებმა არ იყიდონ. პრაქტიკაში კი ისე გამოდის, რომ ამ კრიტერიუმებს მხოლოდ თვითონ აკმაყოფილებს და ყველა არჩევნებს უკონკურენტოდ იგებს. მას საწინააღმდეგო აზრის მოწმენა არც სტადიონზე უყვარს, დაშალა რეალის რამდენიმე ფან-კლუბი, რომელიც მას აკრიტიკებდა და შექმნა ახალი საკუთარი ფან-კლუბი, რომელიც მაშინვე სტვენას იწყებს და ხმას ახშობს, როდესაც სტადიონი პერესის წინააღმდეგ სკანდირებას იწყებს. ასევე მოიქცა ის გულშემატკივრის ანსამბლეის შემთხვევაში და ის თავისი მომხრეებით დააკომპლექტა. პერესის გავლენა მთელს ევროპაში იმდენად დიდია, რომ საკუთარი სუპერლიგის ჩემპიონატის შექმნასაც კი ცდილობდა, თუმცა დროებით ეს პროექტი შეჩერებულია და ამის საპირწონედ UEFA-მ ჩემპიონთა ლიგას ჩაუტარა რეფორმა, რათა მეტი თამაში ყოფილიყო და აქედან გამომდინარე შემოსავლების გაზრდილიყო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პერესის მხრიდან ეს ღალატა ჩათვალა და პატარ-პატარა დეტალებშიც იკვეთება მათი კონფლიქტები თუნდაც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზეც, რომელიც წესით ვინისიუს უნდა მოეგო წელს, მაგრამ საბოლოოდ როდრი დაეუფლა, რეალმა კი ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადა. ერთი სიტყვით პერესი მმართველობის მე-7 ნაწილში შევიდა, რომელსაც 2029 წელს 81 წლის ასაკში დაასრულებს და დიდი ალბათობით იქვე დასრულდება მისი სპორტში მოღვაწეობაც. ის ტოვებს უდიდეს კვალს და არის ლეგენდარული პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს, ვისი სახელიც მადრიდის სტადიონს ჰქვია, მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი, მისი სახელი კიდევ მრავალი წელი დარჩება გულშემატკივრების გონებაში, როგორც საუკეთესო მმართველის, ბიზნესმენისა და დიქტატორის, რომელმაც საკუთარი გავლენა იმდენად განავრცო, რომ ევროპის დაპყრობა მოახერხა.